თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებიდან 7 წლის თავზე საქართველოს ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლება სურთ. მხარეები ელიან, რომ შეთანხმებაში ცვლილებები სავაჭრო ბარიერებს შეამცირებს და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობას უზრუნველყოფს. სტრატეგიული პარტნიორის რანგში აყვანილი ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის გახდა და გასულ წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში $1.9 მილიარდიანი ბრუნვით სავაჭრო პარტნიორების მეოთხე პოზიციაზე იყო, თუმცა ძირითადად მაინც იმპორტის ხარჯზე. შარშან ჩინეთიდან საქართველოს $1.6 მილიონი პროდუქცია იყიდა და ექსპორტზე $303 მილიონი გაიტანა. ჩინეთთან ვაჭრობა მზარდია 2025 წლის დასაწყისშიც. 2025 წლის 5 თვეში საქართველოს ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ $820,378,000 შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით თითქმის $158 მილიონი, ანუ 21,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს ჩინეთში ექსპორტზე $133,300,000 ღირებულების ნაწარმი გაიტანა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს 17%-ით აღემატება. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოსთან ჩინეთში ძვირფასი ლითონები გადის, რამაც მხოლოდ მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანას $100,098,000 შემოსავალი მოუტანა. საქართველოსთან ჩინეთში ექსპორტირებული ნაწარმის ხუთეულში მეორე ადგილზეა მედიცინაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომელთა ექსპორტმაც $10,156,000 შეადგინა. საქართველოსთან ჩინეთში $8,112,000 ქართული სანელებლებიც გაიგზავნა, რომელსაც ქართული ღვინო მოსდევს. 2025 წლის 5 თვეში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტიდან $4,360,000 შემოსავალი მივიღეთ. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით ფოლადის ნაწარმი შემოდის, რაც ჩინეთის ინდუსტრიულ წარმოებას უკავშირდება. ამ პროდუქტის იმპორტში წელს საქართველოს $28 მილიონი გადაიხადა. იმპორტის სტატისტიკაში მეორე ადგილს ჰაერის კონდიციონერები იკავებს, რაც საქართველოს $20,317,000 დაუჯდა. მესამე ადგილზე $21,818,000 იმპორტით საბურავებია, ხოლო მეოთხე ადგილზე გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკების იმპორტი, რაშიც $19,382,000 დავხარჯეთ. ჩინური ავტომობილების იმპორტი საიმპორტო საქონლის ხუთეულში 2025 წლის იანვარ-მაისის ჯამური მონაცემების მიხედვით ვერ ხვდება, თუმცა ამ პერიოდში ჩინეთიდან საქართველოს $16 მილიონზე მეტი ღირებულების ავტომობილები შეიზღიდა, ხოლო $13,885,000 სატვირთოებში გადაიხადა. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლიდან მოქმედებს, რის საფუძველზეც ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან, ხოლო ქართულ სერვისსა და პროდუქციას $1,400,000,000 ბაზარზე წვდომა აქვს.